აბა მოგესალმებით მეგობრებო, იმართება დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ხდომა. Კვორუმი გვაქვს ბატონ ლევან? Კვორუმი გვაქვს, ესე იგი კომიტეტი უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას. დღის წესრიგით გვაქვს განსაზღვრული ორი საკითხი. ერთი არის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციის მოსმენა, ქართული დიასპორის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ. მოხსენებელი გახლავთ საერთაშორისო თანამშრომლობის სტრატეგიული გამოცდილების დეპარტამენტის უფროსი ბატონი კახა ხანდოლიშვილი, თანამოხსენებლები ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი ანა ლუკავა. კეთილი. ასევე გვესწრება თანამოხსენებლად არის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ქართული დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამის მენეჯერი ანი კუდუხაშვილი. კეთილი სასიამოვნო. მეორე თემა გვაქვს საკითხი, ეს არის კომიტეტის დებულებაში ცვლილებების შეტანა და ამასთან დაკავშირებით მე მოგახსენებ. თუ რამე განსხვავებული საკითხი არ გქონთ, ქავტოეკა დავამტკიცოთ ეს მაშინ. დავამტკიცოთ. ეჭვი ვყარებთ. დიდი მადლობა. კარგი ხარ, მაგრამ მაშინ მოусვინოთ მაშინ ბატონ კახა ხანდოლიშვილს. ჩვენ დიასპორის საკითხებში ბატონ კახა კომიტეტისგან დელეგაცია გახდით არაერთ ქვეყანაში. ჩვენ დიასპორას ხვდებით, სადაც მათ შორის პედაგოგებს, მათ შორის საკვირაო სკოლებს, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა, თქვენი უწყების სამინისტროს, მათ შორის გადამზადების ნაწილში და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს ანგარიში მოგვესმინა, რა ხდება, რა გამოწვევები გვაქვს, რა მიღწევები და ამასთან დაკავშირებით. შემდეგ როცა მოვისმენთ, ვისაც სურვილი გექნებათ, კითხვები შეგვიძლია მერე დავსვათ. გისმენთ ბატონო კახა. დიდი მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში. ვეცდები მაქსიმალურად მოკლედ მოგახსენოთ იმ აქტივობების შესახებ, რომელსაც განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო ეწევა დიასპორული ინიციატივების ხარდაჭერის მიზნით. სანამ უშუალოდ იმ პროგრამაზე, რომელსაც ქალბატონი ანი წარადგენს, საშუალებას მივიცემ, მოკლედ მოგახსენებთ, რომ ჩვენ სამინისტროს ეს პრიორიტეტული მმართველობა და ამ მხრივ ძალიან აქტიურად თანამშრომლობთ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. ბუნებრივია, თქვათ, ეს ყველა ის ინიციატივა თუ მოთხოვნა, რომელიც დიასპორული ორგანიზაციებიდან მოდის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით, ყოველწლიურად ჩვენ ამ საკვირაო სკოლებისთვის ვახერხებთ, რომ შევაგროვოთ ის მოთხოვნები, რაც შემოსულია და წიგნები და დახმარე მასალები შევიძინოთ სამინისტროს ბიუჯეტით და საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით გადავცეთ მათ. ამ მართულებით ფიქრობდით ჩვენ შეხვედრაც ჰქონდა საქართველოს ფოსტასთან, რომ ის დაინტერესება იყო და სამწუხაროდ მე ვეღარ გავაგრძელებთ, მაგრამ კიდევ ვფიქრობთ მაგას გაგრძელებას, რომ უფრო სწრაფად და ეფექტურად რომ მოხდეს ეს ტრანსპორტირება. საქართველოს ფოსტა მზად იყო, რომ თქვა ძალიან შეღავათიან ფასებში უზრუნველყო ამის ტრანსპორტირება. ამის გარდა ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ჩემი აზრით არის ის, რომ ჩვენ ვცდილობთ ქართველ ბავშვებს სოფლიოს ნებისმიერ კუთხეში სადაც არ უნდა იყვნენ, საშუალება ქონდეს, რომ ქართული ენა და ქართული კულტურა და ქართული საქართველოს ისტორია არ დაავიწყდეთ. ამ მიზნით გვაქვს სპეციალური პროგრამა, რომელიც შეიმუშავეთ და ამაზე უფრო დეტალურად მოგახსენებთ და კარგი ის არის, რომ ეს ყოველწლიურად ჩართული ბავშვების რაოდენობა იზრდება. ამ და პლუს თქვათ იგივე საკვირაო სკოლებისგან განსხვავებით ერთი დიდი პლუსი ის არის, რომ აქ გეოგრაფიული შეზღუდვა არ აქვს. ბუნებრივია მე უფრო საათობრივ სარტყლებზე მიბმული და ბუნებრივია, როცა ბავშვი თქვათ ბუენოს-აირესში არის და მეორე ნიუ-იორკში, კარგია რომ ის ერთ კლასში არიან, იმიტომ რომ ისინი მათ გარდა იმისა, რომ ერთმანეთში იძულებული არიან ქართულად დაილაპარაკონ. თუნდაც ეგ და როცა თქვათ საკვირაო სკოლაში ხშირად არის ხოლმე შემთხვევა, როცა თქვათ ლონდონში ბავშვები არიან, ბუნებრივია ხშირად ერთმანეთში ინგლისურზე გადადიან იმის გამო, რომ შეჩეულები არიან ამ კომუნიკაციის ენას. დანარჩენზე მე მინდა რომ ქალბატონ ანის თქვენის დებართვით გადავცეთ სიტყვა, რომელიც დეტალებს ციფრებზე და ყველაფერზე მოგახსენებთ. მოგესალმებით, გამარჯობა. ჩვენთან აღნიშნული პროგრამა დიასპორისთვის ქართული ენის სწავლება 2017 წლიდან დაიწყო. ამ ეტაპზე 2854 ბავშვია ჩართული 76 ქვეყნიდან. გასულ წელს სარეგისტრაციო პორტალს გარკვეული გამომხარვეზი ჰქონდა, რის გამოც დავიწყეთ ახალ პორტალზე მუშაობა. ივნისის ბოლოს ახალი პორტალი დასრულდება, რომელიც 10000 ბავშვზე მეც გაატარებს რეგისტრაციის პროცესში.
კი, მსურველი მეტი იყო, ამიტომ ხელით ვარეგისტრირებდით, ჩემი თანამშრომლები ხელით არეგისტრირებდნენ, რომ არ დაკარგულიყო ის ბავშვი ან მოლოდინის რეჟიმში არ გადასულიყო. რაც შეეხება ჯგუფებს, მაქსიმალურად ცოდნის დონისა და ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით გვყავს დაყოფილი 240 ჯგუფი ფუნქციონირებს ამ ეტაპზე კვირაში 2 ჯერ. აი აქედან საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა რაიონიდან გვყავს მასწავლებელი ჩართული და Teams-ის საშუალებით ხვდებიან ერთმანეთს. გაკვეთილები იყო თავიდან 9 საათიანი, 30 წუთიანი, რეალურად საკმაოდ ცოტა იყო დრო, ამიტომ გავზარდეთ 60 წუთამდე და ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში შევქმნით სასწავლო რესურსი. პირველი ამ ეტაპზე არის 33 გასაღები, რომელიც ფარავს A1 დონეს, დასრულდა და დაკაბადონებას გადის მეორე დონე ამბები ჩემი ქვეყნიდან და მესამე დონეზე არის მუშაობა დაწყებული. გამოწვევა ის, რომ ბავშვები ხშირად არიან შერეული ოჯახებიდან, ან ასევე იქ დაბადებულები და საქართველოს შესახებ მათთვის ინფორმაცია მწირია, აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა სახელმწიფოში ინტეგრირებულია ისტორია, კულტურა, გეოგრაფია და მაქსიმალურად რაც შეგვეძლო, აი მაგალითად ბათუმის ბოტანიკური ბაღი ამ თემით სწავლობს 100+33 გასაღებში და ასე თემატურად დავყავით. მეორე დონის სახელმწიფოში უკვე თვითონ ემიგრანტი ბავშვების ილუსტრაციებით არის გაფორმებული, მათ მივეცით ის ტექსტები, რა ტექსტებიც უნდა შესულიყო წიგნში და შესაბამისად მათი ილუსტრაციებით გავაფორმეთ. რეგისტრაცია საკმაოდ ისეთი გვაქვს, მსუყე განსაკუთრებით ზაფხულის იანვრის ან აგვისტოს პერიოდში, როდესაც ახალი სასწავლო წელი ან ახალი სემესტრი იწყება. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ემიგრაციაში მყოფი ბავშვები დავაკავშიროთ საქართველოში მცხოვრებ ბავშვებს. მაგალითად, თუ რომელიმე ჩვენი ონლაინ სკოლის მოსწავლე ჩამოვიდა სწავლის პერიოდში, მაქსიმალურად ვუზრუნველყოფთ, რომ არაფორმალურად, რა თქმა უნდა, საქართველოს რომელიმე სკოლაში მივიდეს და სასწავლო პროცესს დაესწროს. ისევე როგორც 42 მასწავლებელია ამ ეტაპზე ჩართული და 42-ვეს ხელშეკრულებით აქვს ვალდებულება, რომ წლის განმავლობაში 5 პროექტი მაინც უნდა განახორციელოს. აქ საქართველოში მყოფ ბავშვებსა და ემიგრაციაში მყოფ ბავშვებს შორის ერთობლივად შემდეგ აკეთებენ ამ პროექტების პრეზენტაციას. რა თქმა უნდა, ნაწილი აქედან ერთვება, ნაწილი იქედან, მაგრამ არის რომ საგარეოს ბანაკებშიც ჩამოდიან ხოლმე და შესაბამისად მაშინაც ხდება ამ ორ ნაკადს შორის კომუნიკაცია. ასევე გამოწვევა იყო მასწავლებლების საკვირაო სკოლების, რომლებიც პროფესიით არ არიან და ვერც იქნებიან ამისი მოლოდინი, არც გვაქვს მასწავლებლები, მათ არ აქვთ პედაგოგიური პრაქტიკა ხშირ შემთხვევაში. მე თვითონ ვიყავი რამდენიმე ქვეყანაში და რამდენიმე დღიანი სატრენინგო სესია გქონდა, თუმცა რა თქმა უნდა ეს არ იყო საკმარისი, ამიტომ აპრილიდან თუ თებერვლიდან დავიწყეთ გრძელვადიანი ტრენინგები, ეგრეთ წოდებული მასწავლებლებისთვის, 68 მასწავლებელი ესწრებოდა და დავფარეთ 72 საათი, რომელმაც სრულად მოიცვა წერისა და კითხვის უნარების განვითარება და სწავლას-სწავლების თანამედროვე მეთოდები და სტრატეგიები, რომ ენახათ, თუმცა საინტერესოა როგორ გადაიტანენ და როგორ დანერგავენ უკვე საკვირაო სკოლებში. ხშირი კვეთა გვაქვს, ანუ ჩვენი ბავშვები საკვირაო სკოლებიც სარგებლობენ და რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მასწავლებლების სოციალურ ქსელებში, ჩატებში მე თვითონაც ვარ და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ კოორდინაცია იყოს, რომ ან იქ ნასწავლი ჩვენ განვამტკიცოთ, ან პირიქით ჩვენთან ნასწავლი მათ განამტკიცონ. ძალიან დიდი დაინტერესება აქვთ ტრენინგებზეც და სექტემბრიდან ისევ ვაპირებთ, რომ ონლაინ რეჟიმში, ახლა უკვე კარგი ის არის, რომ ჩვენ პორტალს, ახალ პორტალს აქვს ფუნქცია, რომ თვითონ მასწავლებელი დარეგისტრირდეს და ეს გაიაროს ჰიბრიდულად. ნაწილი თვითრეგულირებადი იქნება, ნაწილი ონლაინ, იმიტომ რომ თვითრეგულირებადი მათთვის მნიშვნელოვანია, რადგან უმეტესობა ან სახლის დალაგებაზე მუშაობს, ან მოვლელად და ეს დრო რომ არ ემთხვევა ხშირად და მაქსიმალურად კი ვცდილობდით, მაგრამ მაინც, ამიტომ თვითრეგულირება ტრენინგს უყურებს, მერე ჩვენთან სერვერზე ეს აისახება და იმის მიხედვით ჩავუთვლით. ერთადერთი ჩვენ რაც შევძველით და მათთვის ესეც მნიშვნელოვანი იყო, წელს დიასპორის დღეზე საგარეო საქმეთა მინისტრმა და ჩვენმა განათლების მინისტრმა გადასცეს მათ დამადასტურებელი სერტიფიკატები იმისა, რომ ეს გრძელვადიანი ტრენინგი გაიარეს.
ასევე მასწავლებლები, რომლებიც ჩამოდიან შვებულებით, ის ერთი კვირა მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ საჯარო სკოლებში გავუშვათ და კოლეგებს შევახვედროთ, რომ გარკვეული ტიპის რეკომენდაციები მიიღონ, ნახონ ჩვენთან სასწავლო პროცესი როგორ მიმდინარეობს, იმიტომ რომ ნებისმიერ წუთს შეიძლება ნებისმიერი საფეხურის წარმომადგენელი მოსწავლე გახდეს ემიგრანტი და გახდეს საკვირაო სკოლაში მათი მოსწავლე. თუმცა მათი ძალიან დიდი სურვილია რომ ეს უფრო იყოს ისეთი მათ დაბრუნებას შევუწყოთ ხელი და შემდეგ უკვე როდესაც სკოლაში მივლენ რაღაცა გარკვეული ტიპის მხარდაჭერა და რეკომენდაცია გავუწიოთ, თუმცა აი ამ ტრენინგებმაც და სერტიფიკატებმაც ძალიან დიდი დადებითი განწყობა გამოიწვია მათი. ასევე წელს ჩვენ არ გვქონდა ვერ მოვახერხეთ, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ თვითრეგულირებაცა და ონლაინთან ერთად პირველი ან ბოლო რამდენიმე სესია მაინც იყოს პირისპირ, იმიტომ რომ იქ ხდება სასწავლო პროცესზე დასწრება, დიფერენცირება მათ სჭირდებათ ყველა შემთხვევაში ეს უნდა გააკეთონ, ამიტომ ეს უფრო ცოცხალი და რეჟიმია და რა თქმა უნდა უფრო ეფექტური და ეფექტიანი. ასევე არის მნიშვნელოვანი ის, რომ ჩვენ ყოველ წელს ვატარებთ მშობელთა კმაყოფილების კვლევას და ვეკითხებით, რა შეიძლება გავაუმჯობესოთ პროგრამაში. და ძალიან აქტიურად ბოლო 3 წელია ითხოვდნენ ისტორიას და რელიგიას. შესაბამისად, ჩვენი ცენტრი მეორე წელია უკვე თანამშრომლობს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან, მამა ანდრია ჯაღმაიძე არის ამის სათავეში. ჩვენ ღირებულებით განათლებას ვაკეთებთ თბილისის სკოლებში, წელს 30 სკოლა იყო ჩართული, ოღონდ არაფორმალური კლუბების სახით იყო და სასულიერო პირები მიდიოდნენ და ღირებულებებზე ესაუბრებოდნენ. ეს იყო პიროვნული, ეროვნული და უნივერსალური ღირებულებები. კარგი ის არის, რომ ღირებულებითი უკვე სექტემბრიდან როგორც არჩევითი საგანი სკოლებში ისე იქნება და არა როგორც არაფორმალური. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ღირებულებითი განათლება დავამატოთ ჩვენს ონლაინ სკოლას სექტემბრიდან და უფრო მეტად ის ეროვნული იდენტობა, რაც გვინდა რომ თავის ქვეყანაზე იცოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მესამე წიგნი სრულად აწყობილია, ასე ვთქვათ, იმ საამაყო ქართველ ადამიანებზე, ვინც მაგალითად სპორტში დიდი საქმე გააკეთა ქვეყნისთვის. მან უნდა იცოდეს, რომ როდესაც სკოლაში ეს კითხვა დაისმევა, ის ძალიან საამაყო ქვეყნიდან არის და თუნდაც კულტურულად ჩვენთან ძალიან ბევრი სიკეთეები კეთდება, არა მხოლოდ წარსულში გაკეთებულ, არამედ ეს მიმდინარეა და სპორტი ვთქვი, იმიტომ რომ ბოლო დროს ძალიან დიდი წარმატებები გვაქვს სპორტში და ეს ბავშვებმა უნდა იცოდნენ. ამიტომ აი ეს ბოლო მესამე ნაწილი სრულად აეწყობა სხვადასხვა, კულტურა, სპორტი, ხელოვნება, რელიგია ცოტა უფრო დასაფიქრებელია, იმიტომ რომ ეს მიდის არარელიგიურ ქვეყნებშიც ეს წიგნი და შესაბამისად არის ის, რა თურქეთში მაგალითად შეიძლება რომ ცოტა ხელი შეგვეშალოს, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ეს იყოს მხოლოდ და მხოლოდ საინფორმაციო ტექსტები, რომელიც უზრუნველყოფს ენის სწავლებას. ანუ ტექსტი როგორც რესურსი. ვაპირებთ მოკლედ გაფართოებას და ვნახოთ რამდენი დარეგისტრირდება. ასევე ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი ის არის, რომ 15 წლამდე გქონდა ჩვენ 15 წლის შემდეგ უკვე ტოვებდნენ და ჩვენი ქალბატონი თამარ მახარაშვილის გადაწყვეტილებით გავზარდეთ ესეც 18 წლამდე და უკვე 18 წლამდე შეეძლებათ რომ პროგრამაში დარჩნენ. მადლობა. კეთილი, დიდი მადლობა. აბა კოლეგებო, ასე ვქნათ მაშინ კითხვები ჩამოვაყალიბოთ, მონიშნავენ და თქვენ ქალბატონ ხوار გნებოთ რამის, ხო? შემდეგ გადაანაწილებთ ვინ როგორ უპასუხებს. აქვე ბატონ მუხრან, დღეს გვესწრება ასევე ბატონი მუხრან გულაღაშვილი, რომელიც დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორია, ის პირდაპირ ჩართულია და ხო, ასე ვთქვა და აორგანიზებს სამინისტროდან. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენს უწყებას, თქვენ სამინისტროს დიასპორისთვის გაკეთებული საქმეებისთვის. აბა კითხვები მოვნიშნოთ, შემდეგ ვისწრაფ და მე ერთიანად უპასუხოთ. ბოლო დღეების განმავლობაში იმდენჯერ მომიწია განათლების სამინისტროსთან სხვადასხვა პრობლემებით შეხება, რომ ეს ის გამონაკლისი შემთხვევა, როცა მადლიერი ვარ ნამდვილად იმის, რაც თქვენ თქვით. კი, ვჩხუბობთ. ნამდვილად. ეხლა კითხვა იმდენი არ მაქვს, უბრალოდ აი ეს წიგნები, რომლითაც თქვენ ასწავლეთ, ეს წიგნები შეიძლება რომ ნახოსად მე ან რანაირად შეიძლება რომ თქვენ საკონტაქტოს მომცემთ მატერიალურად გაგიზიარებთ და შემიძლია ელექტრონულადაც გაგიზიაროთ. ეს ერთი. მეორე კითხვა მაქვს ესეთი ამ ონლაინ ჩართვის ნაწილში. სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა დროა ბავშვებისთვის და როგორ ხდება ამ ბავშვების ერთდროულად თავის მოყრა ონლაინ გაკვეთილზე, ეს მაინტერესებს და
პრინციპში მეტი არაფერი, მადლიერებს მეტი რა უნდა გამოვხატო, თუ ასე გავაგრძელოთ, მე ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო მეტ ემიგრანტ ბავშვს ეცოდინება ქართული წერა, კითხვა და ისტორია, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია და კიდევ ერთი, უკაცრავად. მარტივად რო ავხსნათ, მარტივი ენით, აი დავუშვათ, ჩემი შვილი არის შერეული ოჯახის შვილი. დედა ყავს ქართველი, მამა ყავს გერმანელი. როგორ უნდა მოხდეს თქვენ პლატფორმაზე და ბავშვმა როგორ უნდა დაიწყოს ამ სკოლაში სწავლა, როცა ერთი სიტყვა არ იცის ქართული. გეტყვით. ან როგორ უნდა დარეგისტრირდეს და თუ დარეგისტრდება კიდე ქართულ მასწავლებელთან როგორ ხდება დედა მამამ დაარეგისტრიროს. გვაქვს ასეთი შემთხვევები და გიპასუხებთ. პირველ რიგში რაც შეეხება საათობრივ ბადეს. მაქსიმალურად ვართ მორგებული, მაგალითად ამერიკის ჯგუფები არის უფრო, აი სადაც დიდი საათობრივი სხვაობა გვაქვს, ისინია ხოლმე უფრო მეტად პრობლემური, ამიტომ ჩვენი მასწავლებლები, მე მყავს ერთი მასწავლებელი, რომელიც ღამეს 3 ნახევარზე ატარებს გაკვეთილს, კი, იმიტომ რომ და საკმაოდ მინიმალური ანაზღაურების სანაცვლოდ თან. ნამდვილად ასია და ძალიან იმას აქვს კიდე მეტი ვალდებულება ქმნის რესურს, რომელიც შეაქვს გაკვეთილზე, ხო, პრეზენტაციის სახით და ასევე, ანგარიშები უნდა წარადგინოს და მოკლედ, მაქსიმალურად ვერ გებით და თუ ჯგუფი სავსეა მაგალითად და ვერ ვანაწილებთ, იმიტომ რომ ჩვენთან მაქსიმალური რაოდენობა არის 5 ბავშვი, სხვა შემთხვევაში ონლაინ სწავლების ხარისხზე ვეღარ ვილაპარაკებთ. ამიტომ ერთი ბავშვიც რომ იყოს, ერთ ბავშვსაც ვუხსნით ჯგუფს. სანამ მეორე ბავშვი გამოჩნდება, ვთქვათ. რაც შეეხება რეგისტრაციას. სწორედ ამიტომ ჩვენ გვყავს ენის ექსპერტები, თვითონ ჩვენს ცენტრში არიან საგნობრივი ექსპერტები, რომლებიც, აი ესეთი საკომუნიკაციო ძირითადი ენები რაც არის, ვთქვათ, დღეს მსოფლიოში იმენებს ფლობენ და ამიტომ თუ მშობელი რეგისტრირდება და მისი კომენტარი არის რომელიმე კონკრეტულ უცხო ენაზე, მათი დახმარებით ვეკონტაქტებით მშობელს და ჯერჯერობით არც ერთი ბავშვი არ დაგვიკარგავს მაგის გამო და მე რაც მიამაყება ძალიან ბევრი ბავშვი ყავს რომელსაც ბებია-ბაბუა წავიდა ემიგრაციაში და მე რა იმ მშობლებმა და მათი შვილიშვილები არიან ჩართულები ნამდვილად და მაქსიმალურად მოკლედ არის ხელშეწყობა. დიდი მადლობა მოგესალმებით. რამდენიმე კითხვა მაქვს ჩამოწერილი 2017 წლიდან კარგი სტატისტიკა გვექნება ალბათ და საინტერესო იქნება რაღაცა ჩამონათვალი ამ სტატისტიკას როგორ საგროვებთ რას აქცევთ უფრო მეტ ყურადღებას რა არის უფრო პრობლემური და უფრო გამოსასწორებელი და რა გამოწვევები აქვს საინტერესო იქნება 76 ქვეყანა აღნიშნეთ თქვენ რომელშიც ეს ყველაფერი ტარდება და მაინტერესებს აქტივობა რომელი ქვეყნები არის უფრო მეტად დატვირთული რომელი ქვეყნებიდან უფრო მეტი ბავშვები არიან ეს მოვისმინე რომ 2015 წლამდე ბავშვები არიან არა გავზარდეთ და 18-მდე იქნებიან დიახ თქვით რომ 42 მასწავლებელი არის დაკავებული ხა ამ პროგრამით და თუ არის მაგალითად გამორჩეული მასწავლებლები რომელსაც ყველაზე მეტი დატვირთვა აქვს ან მოთხოვნა არის იმას კონკრეტულად ამ მასწავლებელთან და რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი ზოგიერთ მასწავლებელთან შეიძლება იყოს მეტი მოთხოვნა ზოგიერთთან ნაკლები ბუნებრივია რაღაცა მიზეზები ალბათ შეიძლება იყოს ამასთან დაკავშირებით და ეგ არის რა ძირითადად ბატონო და ხო ერთი მნიშვნელოვანი ამას რომ ამ კურსს რო გადიან ჩვენ რამე სერტიფიკატს რო ვაძლევთ რამე ძალა თუ აქვს ამ სერტიფიკატს და ვიცადმე თუ არის აღიარებული ეს სერტიფიკატები რა თუ აქვს საერთაშორისო დატვირთვა ან რამე ძალას კი ბატონო მადლობა შეიძლება ბევრი შეიძლება რომელიმე გამომრჩეს პასუხისას მაგრამ შემახსენეთ კი ბატონო მადლობა პირველ კითხვას რაც შეეხება ჩვენ ყოველწლიურად როგორც მშობელთა კმაყოფილების კვლევას ვატარებთ ისე სტატისტიკურ მონაცემებს და ასევე მასწავლებლებთანაც ვიკულებთ რომ აი კარგი დასწრება ვის ქონდა ვისთან იყო გაცდენები რატო იყო მე ამას ვიკულებთ ამიტომ ეს შემიძლია გაგიზიაროთ ეს დოკუმენტები თავისი კმაყოფილების კვლევის შედეგებით ამ წლების განმავლობაში და რაოდენობრივი მატებით ისევე როგორც დატოვებით და ის მიზეზებით ვთქვათ რატო დატოვეს ბავშვებმა
ასევე ერთი კარგი რაც დამოვიწყდა და გამომრჩა ეს არის რომ ის ბავშვები და არა მხოლოდ ის ბავშვები, რომლებიც საქართველოში უკან ბრუნდებიან და შეიძლება 7 წელი აქვს საზღვარგარეთ ნასწავლი და ენა საერთოდ არ იცის ან ცოტა იცის. ჩვენს პროგრამაში სექტემბრიდან ჩაერთვებიან დაბრუნებული ემიგრანტები ბავშვებიც 1 წლის განმავლობაში, რომელსაც მხარს დავუჭერთ, რომ ენა იმ 1 წლის განმავლობაში დახვეწონ და ინტეგრაცია შეძლონ ქართულ საზოგადოებაში. დაბრუნდებიან საქართველოში. კი, ემიგრანტი დაბრუნებული ბავშვები. მაგ კატეგორიის ხალხს გავავრცელეთ. კი, ვინც დაბრუნდება ემიგრანტი. ძალიან ბევრს კი. კი. თან ისიც არის, ის ბავშვი რომელიც დაბრუნებულია, ის ხდება ჩვეულებრივ სკოლაში და ბუნებრივად კომპლექსები ბუნებრივად ის ასაკობრივ კატეგორიაში ყველამ როიცის და ძნელი არის და ეს ფაქტორად არის დამხმარე სკოლის რესურსის გარდა არის დამხმარე რესურსი, რომ ამ ბავშვი მაქსიმალურად მალე დაძლიოს ქართულ ენას შესაბამის დონეზე, რომ შეძლოს საგნების სწავლა ქართულ ენაზე. ხშირად არის რომ საუბარი შეუძლიათ, მაგრამ ეს საგნების, თქვა, მათემატიკა და ფიზიკა ტერმინოლოგიურად უჭირთ. ასევე რაც შეეხება პოპულარულ მასწავლებლებს ეგრეთ წოდებულს, რა თქმა უნდა, თუმცა ჩვენთან 2017 წლიდან არიან ფაქტობრივად ჩართული, აი დაახლოებით 5 მასწავლებელი თუ დაემატა, ან ვინ 5-მა დატოვა ვთქვათ პროგრამა. არა, უბრალოდ რაღაცა გარკვეული მიზეზების გამო დატოვეს პროგრამა. ყავს რა თქმა უნდა მასწავლებლები, რომლებიც გამორჩეულები არიან და ჩვენ ენის დღეს დავაჯილდოეთ კიდეც 2 მათგანი, ახლაც ეროვნულ ჯილდოზე არიან პრემიაზე წარდგენილები და ვნახოთ რა იქნება. უბრალოდ ჩვენ ასეთი მიდგომა გვაქვს, რომ არ ყავს მასწავლებელი, რომელიც როგორც სკოლაშია საფეხურზე მიყვება, ვთქვათ, აი პირველიდან მე-4 კლასის ჩათვლით, ესე არ არის. ჩვენ ყავს დონეების მიხედვით, მაგალითად, A1 დონის მასწავლებელი არის 12 ადამიანი. იმან იმდენი უნდა იშრომოს ბავშვებთან მთელი წლის განმავლობაში და ესეც გვაძლევს მერე გარკვეულ სტატისტიკას, რომ ბავშვი უნდა მივიდეს A1+ დონემდე. ჩვენ შუალედური ჯგუფებით ყავს, იმიტომ რომ პირდაპირ A2 დონეზე რო გადაიყვანო, ვერ გამოდის ეგ. ამიტომ აი ესე დავყავით. შესაბამისად, რამაც უფრო სტაბილურობა გამოიწვია და ესე კონკრეტულად ამასთან ჩამსვი, ეს კომენტარები შემცირდა. თუმცა თუ დედმამიშვილი ან რაღაცა ნათესავი მეგობარი დადის, მაინც გვეუბნებიან ხოლმე, რომ თუ შეიძლება ამასთან რომ მოვხვდე, კი ბატონო. რაც შეეხება სერტიფიკატს. როგორც ასეთი ჩვენ ენის დამადასტურებელ სერტიფიკატს არ გავცემთ, ამ საკითხზე გამოცდების ეროვნული ცენტრი მუშაობს, რომ ცოდნის დონის დამადასტურებელი ტესტი შეიმუშაოს, მაგრამ ჩვენ გავცემთ ცნობას, რომ ბავშვი სწავლობს ონლაინ ქართულს და ხშირად ქონია შემთხვევები, როცა იქ დასჭირვებიათ სკოლაში და წაუღიათ, მაგალითად გაგვიგზავნია ეს ცნობა ელექტრონულად და იქ აურ სკოლაში და გამოუყენებიათ. თუმცა კონკრეტულად ეს ცნობა იქ რა ბენეფიტს აძლევს სხვადასხვა სკოლაში ვერ გეტყვით, ნამდვილად მშობლებს უთხოვიათ. ინდივიდუალურია, კი, მოთხოვნის საფუძველზე გავცემთ. რაც იმ სკოლაში როგორც მეორე ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი ესე იყენება. მით უმეტეს მშვენიერი. მაგალითად გერმანიაში. დიახ, რაც შეეხება ქვეყნებს, საიდან უფრო მეტი მომართვიანობა გვაქვს, უმეტესად ევროპის ქვეყნებიდან ეს არის იტალია, გერმანია, სადაც ჩვენი დიასპორა უფრო მეტია, საბერძნეთი, ამერიკიდან ძალიან ბევრი ბავშვია და კი. ისრაელი ვერ წამოვიყვანეთ რატომღაც. რამდენიმე კითხვა მაქვს რა. პირველი, ეხლა ეს პედაგოგი რას თქვენ ბრძანეთ ეხლა ყურეთ. იქ არიან ჩვენი დიასპორის შთამომავლები, იქ ცხოვრობენ და აქედან გადამზადებას აკეთებთ მასწავლებლების, რომელიც ონლაინ შემდეგ უკვე გადიან. ეხლა მაინტერესებს ამათ პირველი სტაჟი ეთვლებათ ამ იმას. არა, აქ შეგვიძლია რამე გავაკეთოთ. პედაგოგი მუშაობს, გადამზადებულია და სტაჟი ეს ერთი. შეიძლება ამით ჩვენ უფრო მეტად მივიზიდოთ ეს ხალხი და უფრო მეტად იმას ვქნათ. ეს ერთი თემა. მეორე თემა მაინტერესებს. აი იქ ვინც დადიან იქ, თქვა საბერძნეთში რო ცხოვრობენ და პედაგოგიურ საქმიანობას რო იწყებენ. ყველა არ არის პედაგოგი. იმათ რა ის აქვთ? აქ ამზადებთ რამე მწვანეს უნთებს, სერტიფიკატს აძლევთ. ეს მაინტერესებს მეორე. მესამე თემა მაინტერესებს, თქვათ, იქ თქვენ გაქვთ კიდე ახალგაზრდებისთვის გადამზადების ის. ამაზეც ორი სიტყვა რო გითხრათ. და მე ასე ვთხოვ ჩემს კომიტეტის აპარატის წევრებს, კითხვები თუ გაქვთ, თამამად დასვით, იმიტომ რომ ამაზე შემდეგ ჩვენ ვაგებთ იმ გამოწვევებს და იმ იმებს და თქვენთან ერთად რო გადავჭრათ რა. რომ ესეთი კითხვები მინდა უფრო რომ აი რაღაც რო რახან აქ მოვიწვიეთ, რომ მაქსიმალურად
ამომწურავი პასუხები მიიღოთ, რომ შემდეგ დავგეგმოთ. ამაზე და კიდე თქვენ მიერ დანახული გამოწვევა მითხარით. პრობლემა სად არის? ან კანონი გვაქვს მისაღები რამე, იმიტომ რომ თემა რა არის? სადაც ჩვენ ვიყავით? იქ პირველი პრობლემა არის მასწავლებლის არ არის, მაგალითად საბერძნეთში არ ყავს პედაგოგი. და ეხლა თქვენ აქედან ონლაინ უზრუნველყოფთ ამას თუ იქ გადაამზადებთ ვიღაცას ეს გამოსავალი უნდა ვიპოვოთ ჩვენ. ეს გვინდა ეს გამოსავალი. როგორ ეცებთ მასწავლებლებს? აი კითხვა ესეც. აბა ეს კითხვები და აგერ ბატონი ილია და ბატონი ნოდარიც აგერ ჩაერთო. პირველ განსხვავება არის ის მასალები და ონლაინად ის მასალებლები რომლებიც აქედან ონლაინ კითხვა ისინი პროფესიონალი მასალებლები არიან. ეს სხვა თემაა და ის ეს ორი განსხვავდება ერთმანეთისგან. ვინც ონლაინ ასწავლის, ისინი ეგრეთ წოდებული სტატუსიანი მოქმედი მასწავლებლები არიან, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლაში მუშაობენ და პარალელურად საღამოს საათებში ამ საქმიანობას ახორციელებენ. ჩვენ გვაქვს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სკოლების მხარდამჭერი პროგრამა და ოკუპირებულზეც ონლაინ ვასწავლით და იქაც ეს მასწავლებლები არიან რაც შეეხება უკვე პირისპირ საკვირაო სკოლებში, ეს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ბატონ მუხრანთან ერთად დავიწყეთ და მოვდივართ რამდენიმე წელია. როგორც ბრძანეთ, იქ არ არიან პროფესიით პედაგოგები, შეიძლება არც პედაგოგიური გამოცდილება ჰქონდეს. ამიტომ სწორედ ამიტომ დავიწყეთ ეს მომზადება პროფესიულად ამ ადამიანების. მაგრამ ის ვერ იწყებს თქვენს გარეშე? იწყებს როგორ არა. მისი კეთილინება ამ ეტაპზე რომ ამ ტრენინგებში ჩაერთოს. მისი სურვილის შესაბამის ვერ ვაიძულებთ. აი ამიტომ გამოწვევა არის სწორედ ეს, რომ თვითონაც ითხოვენ რაიმე მექანიზმს, რომ მე მზად ვარ, რომ მეუბნები რომ 120 საათიანი კურსი გავიარო წლის განმავლობაში. უბრალოდ ისეთი სერტიფიკატი მომეცი, რომ მე რომ ჩამოვიდე საქართველოში და საჯარო სკოლაში, ან კერძო სკოლაში მივიდე, კი, რაღაცაში წამეხმარება. მე ვეუბნები, რომ თქვენ ეს სერტიფიკატი რაც ახლა მოგეცით ნამდვილად წაგეხმარებათ იმაში, რომ ეს გრძელვადიანი ტრენინგი გავლილი გაქვთ, მაგრამ რჩება მეორე მაგრამ ის, რომ მათ უნდა ჩააბარონ გამოცდა, რომ მიიღონ სტატუსი. სხვა შემთხვევაში საქართველოში და არა მარტო საქართველოში, ბევრ ქვეყანაში ვერ გახდები მასწავლებლის სტატუსი, არ გექნება თუ არ ჩააბარეს საგნის გამოცდა. აი ამ ხრივ თუ დავეხმარებით მაგალითად მათ და თუნდაც ამ სერტიფიკატს უფრო მეტად ესეთი წონას მივანიჭებთ და იურიდიულ სტატუსს, ეს იქნება მათთვის ყველაზე კარგი ამბავი. თავის ნებაზე რომ ინტერესი კონდეს. იქ რო გადამზადდეს ეს გაიაროს და ის არ ვიცი, ან ხელფასი დამატება გაუკეთოთ, ან სტაჟში ჩაუთვალოთ. მოსაფიქრებელია. როგორ ეძებთ მასწავლებლებს? თორე რისკია. თავისი საკვირაო სკოლის მასწავლებლებს ჩვენ არ ვეძებთ. თვითონ გვეძებენ ხოლმე აქეთ, როცა გადამზადება უნდათ. არა, იმდენად ეს ერთი და მეორე და ხმას არ მოვიღებ. თქვენ რაც ბრძანეთ გადამზადების თემა და ონლაინ. ეს საკონსულოებთან კავშირში ხართ? ჩვენ ბატონი მუხრანის დახმარებით ვართ ყველასთან კავშირში. კი, მე რამდენ ქვეყანაშიც ყოფილ ვარ, საკონსულო დამხვდა და თვითონ საკონსულოში ჩატარდა ტრენინგი. ხო და ეს ონლაინ, აი საკვირაო სკოლები იქ რო არის და იქ რო დადიან, თქო და არა ონლაინ. აი ესენიც რო რამენაირად რაღაც რო გავტესტოთ, რამდენად სწორად ასწავლის, რაღაცა ის უნდა გქონდეს მექანიზმი. ამიტომ არის საჭირო პირისპირ ვიზიტები დაკვირვებისთვის, რომ ნახო, მე მაგალითად ერთ-ერთ ქვეყანაში ისეთი კარგი მასწავლებელი შემხვდა, სასწაული იყო, საერთოდ არ ქონია პედაგოგიური გამოცდილება. პირადად ჩავედი. 3 დღე ვესწრებოდი კი. ესე ხო არ ჩავალთ ყველგან, თუმცა კარგია, მაგრამ ონლაინ ის ხალი ესწრებოდა რა თქმა უნდა, კი. ერთს ვიტყვი. რატო არ შეიძლება ონლაინის გავაკეთოთ? აი ის რო ატარებს საკვირაო სკოლის მასწავლებელი, იქ თქვა სადღაც დრამაში მაგალითად, სადაც არ ყავთ მასწავლებელი და ეძებენ. აი იქ რო ჩავატო და აქ და ონლაინ ის კონტეს მონიტორ როგორ ატარებს? რა აქვს? რო ვთხოვოთ სამინისტროს, რო ვთხოვოთ საკვირაო სკოლა პროგრამული არ არის, ილია. არაფორმალური განათლებაა და ნახე როგორ არის ბატონო კომიტეტის თავმჯდომარე დრამაში როგორ არის რა. დრამის გარეშე ოღონდ როგორც ვიღაცა ადამიანმა რო ჩათვალა არაპროფესიონალურმა პედაგოგმაც კი რო ბავშვებს ქართული რაც შეუძლია ისასწავლოს, იმ შრომას ვერ დაუკარგავ. ნახე იმან საკვირაო სკოლა დაიწყო და როგორც შეძლო ისე დაიწყო ქართული ენის პოპულარიზაცია.
პატრიოტიზმის ძალიან მაღალი ხარისხი უნდა გქონდეს, რომ შენ სამუშაოდ იყო წასული და კიდე ამას აკეთებდე და ამის პარალელურად ეხლა მე აქედან ამთხარ შენ რაღაცას კარგად ვერ აკეთებო. თლათ ჯანსაღად არის. მე გეუბნები რომ იმას შევქნათ мотиваცია. აი мотиваცია რაღაც მაგალითად კონდეს ინტერესი რომ გაიაროს ეს კურსები რომ შეიძლება შენ ჩამოვიდეს და გააგრძელოს რაღაც პროგრამებში მუშაობა. აი მაგაზე იყო საუბარი, რომ მაგიტომ ვცდილობთ რომ მათ გრძელვადიანი პროგრამაში გადამზადების გაიარო რომ მომავალში ის გამოადგეთ უკვე საქართველოს დაბრუნების შემთხვევაში. დამატებით მე თქვენ ახალგაზრდობა ახსენეთ და უბრალოდ თქვენ ინფორმაცია ახალგაზრდობის ბანაკები ვაგრძელებთ თქვა წელსაც საგარეოსთან კოორდინაციით დაახლოებით 100 ბავშვი ჩამოვა საქართველოში და ჩვენი სრული დაფინანსებით მოხდება მათი დასვენება და თავის ტოლებთან ასე ვთქვათ ინტეგრაცია. ერთ დავაზუსტებ, ერთ კითხვა მაქვს. თუ გვაქვს ესეთი სტატისტიკაში ესეთი შემთხვევა, რომ აი ეს კურსი ვინც გაიარა, იმან ჩააბარა მოქალაქეობის ენის ბარიერი, ან აიღო მოქალაქეობა აი ამ კურსის გავლის შემდეგ. ესეთი გამოცდილება ბევრი გვაქვს ძალიან კი. ჩვენი მოსწავლეები, რომლებიც კი, აი საბერძნეთში ხონდა დაახლოებით 10. აი ეგეც შემიძლია გაგიზიაროთ. არა, ძალიან კარგია, მე პირიქით მიხარია და გილოცავთ ეს ესეთი საზომიერტეულია, რომ ესე იგი შედეგიანია ეს ყველაფერი რასაც ხო აი ერთ რამეს დავამატებდი მე მხოლოდ ერთ რამეს ეს იყო საპილოტე შემთხვევა როცა ახლა გავაკეთეთ ხო ჩვენ ასე ვთქვათ განათლების სამინისტროსთან ერთად მასწავლებლების გადამზადება ძალიან კარგი შედეგი დაიდო იყო ახლა იქ არის ცოტა სხვა დამოკიდებულება აქვს ხოლმე ხანდახან დიასპორას ცოტა სკეპტიკურად უყურებენ და ასე შემდეგ იყო რამდენიმე მათ შორის ჩვენი ბარსელონას ასე ვთქვათ მასწავლებელი არა თვითონ მამაოს დიახ მაგრამ მერე იმდენად მოეწონათ, იმდენად, ასე იგი, კარგი შედეგი დაიდო, რომ უკვე ძალიან ბევრი თხოვნა წამოვიდა, რომ ხომ ვაგრძელებთ. ამას უკვე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეჭვი არ მეპარება, რომ თუ კი ჩვენ ასე და კიდევ უფრო мотиваტორს რაიმეს ისე ჩავდებთ, აუცილებლად მივალთ იმ შედეგამდე, რომ ყველას დიდი სურვილი გაუჩნდება მაგისი. კოლეგებო, კითხვები ხო არ გვაქვს? ძალიან მორიდებული. მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა მობრძანებისთვის, ინფორმაციის მოწოდებისთვის. ერთი მაინტერესებს თუ საკმარია ეს 42 მასწავლებელი, ვინც ასწავლის სხვადასხვა ქვეყნებში და როგორც მივხვდი, როგორც საქართველოსდან, ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან არიან ეს რომლებიც ძალიან დიდ სამუშაოს მხოლოდ საქართველოსდან არიან. ყველა საქართველოს რაიონიდან არიან უბრალოდ სხვადასხვა. ყველა თბილისში არ არის. ხო, თქვათ აი მაგალითად იტალიაში ესეთი მასწავლებელი არ ყავს, რომელიც ამერიკაშიც ასწავლის. არა, საქართველოსდან ასწავლის ყველა კი. 42. კი ბატონო, რამდენად საკმარია ეს რიცხოვნობა და მოთხოვნა, რამდენი მოთხოვნა მიწოდების ნაწილში რო გითხრათ. მეორე, ახლა ყველანი თახვდებით თუ რა მნიშვნელობის არის ქართული ენის და ქართული კულტურის სწავლა, ხო, ბავშვისთვის, სხვა მნიშვნელობას უღვიძებს, თქვათ, ჩვენი ეროვნულობის და ასე შემდეგ, ხო? თუ გქონიათ აზრად, თქვათ, ან გიფიქრიათ, რომ, თქვათ, სიმღერის შესწავლაც მოხდეს, იმიტომ რომ ჩვენ დრამაში ერთად ბრძანდებოდით ბატონ ირაკლი ზარქოვასთან ერთად, სადაც მაგალითად ითხოვდნენ როგორც ენის შესწავლას, ისევე სიმღერის ჩვენი კულტურის ტრადიციების შესწავლა უნდათ. რთულია რომ აქედან ვიღაცა გაუშვო მასწავლებელი, ხო? ეს ონლაინ რეჟიმში სწავლა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ესეთი საკითხები, ესეთი მოთხოვნები დაუკმაყოფილოთ ჩვენს უცხოეთში მცხოვრებთან ამ მამულებს, ხო? ამიტომ ეს ორი საკითხი მექნება ბევრი რო არ გავაგრძელო. მადლობა ყურადღებისთვის. პირველს რაც შეეხება ჩვენთან არის განსაზღვრული ჯგუფები, მაგალითად ერთ მასწავლებელს 7 ჯგუფზე მეტი არ უნდა ყავდეს, იმიტომ რომ ხარისხი შევინარჩუნოთ. რადგან ბავშვების მატება გასულ წელს გქონდა და ესე ფორს მაჟორში ავიყვანეთ 2 მასწავლებელი, ამიტომ ახლა ვაკანსია დევს HR Gov.gz-ზე გამოცხადებულია და კიდევ შევარჩევთ დამატებით მასწავლებლებს სექტემბრისთვის. რაც შეეხება მუსიკას, ჩვენთან ასეთი მომართვა არ ყოფილა და ხო, ჩვენ ონლაინ სიამოვნებით დავამატებთ. მეორე საკითხს რაც შეეხება, რა ქვია, მაგაზე გვაქვს ჩვენ ნაფიქრი, ზუსტად აგერ 2 თუ 3 დღის უკან იყო, როდესაც ქალბატონ მაკასთან ჩვენს მინისტრთან ერთად გავიარეთ პერსპექტივები, დაუშვათ რა, როგორ, რა პროგრამები და ერთ-ერთი მათ შორის იქნება
აი სწორედ ასეთი მიმართულება მასტერკლასები როგორც ანსამბლებს რომ გავუკეთოთ აქედან ცნობილი მოცეკვავეები, ცნობილი მომღერლები რომ ჩავიდნენ, სადაც ღერიანი იქ რომ ჩავიდეს და ერთკვირიანი იქნება, ორკვირიანი, რაც საჭიროება იქნება, რაცაც მოითხოვს საჭიროება, იმის მიხედვით გავუკეთებთ ამას და ეს დიახ, რა თქმა უნდა, ეს ჩვენ პროგრამაში აუცილებლად გვექნება დაემატება როგორც თქვენთვის ცნობილ აი იმ ქართული ფოლკლორული ანსამბლების დახმარების პროგრამას და ერთ-ერთ კომპონენტად ესეც შევა. ბრძანეთ ერთი კითხვა მეც ექნება თუ შეიძლება ეს გაკვეთილები ონლაინ იწერება თუ არ იწერება მაგასაც მოგახსენებთ იწერებოდა შარშან 1 ივნისამდე და რჩებოდა ეს ჩანაწერი პერსონალური მონაცემების დაცვის კანონის თანახმად ყველა მშობელს ინდივიდუალურად შევუთანხმდით ჩანაწერზე, მაგრამ შევუთანხმდით იმ პირობით, რომ ეს ჩანაწერი ერთი თვის ვადის გასვლის შემდეგ აუცილებლად წაიშლებოდა. ვინაიდან შეიძლება იყოს მოსწავლე და ის საფრანგეთში უმეტესად სამკურნალოდ წასული ბავშვები ყავს და ხშირად უწევთ გაცდენა ხოლმე. ამიტომ ამისი პრევენციისთვის მოვიფიქრეთ და შევქმნით თვითრეგულირებადი გაკვეთილების ციკლი 45 ვიდეო გაკვეთილია და შესაბამისად თუ იქ ბავშვი არ ჩანს, მხოლოდ მასწავლებელი ატარებს, ინტერაქციულია არ დაიღლება და გაცდენის შემთხვევაში იმ კონკრეტულ სიცარიელეს აკადემიურად ივსებს ამ ვიდეო გაკვეთილებით. გეთილი, დიდი მადლობა. ბრძანეთ კავდუცი. ერთ კითხვას დავსვამ ხოლმე უშუალო კონტაქტი ძალიან ბევრი ინფორმაცია მივიღე და დიდი მადლობა იმ შრომისთვის, რასაც ისინი ეწევიან. ერთი კითხვა მაქვს ასეთი. წინა 24 წელს ჩატარებულმა მოკვლევამ ერთ-ერთ გამოწვევა დასახელდა პედაგოგების მხრიდან, რომ ჯგუფში ყავსო სხვადასხვა ასაკის და სხვადასხვა ცოდნის დონის მქონე მსმენელები და ხომ არ ითვალისწინებთ ამას ამ პედაგოგების დატრენინგების დროს სწავლების სპეციფიკურ მეთოდიკას ასეთ ჯგუფებთან კომუნიკაციისთვის. მადლობა. ჩვენთან ონლაინ სკოლაში ამას ვითვალისწინებთ და ასაკობრივი კატეგორია და ცოდნის დონე სრულად გამიჯნულია, თუმცა საკვირაო სკოლა, რადგან კვირაში ერთი დღეა, სამწუხაროდ ესეც აღნიშნე წეღან, რომ ეს დიფერენცირების საშუალება მათ ნაკლებად აქვთ. კეთილი. ბრძანეთ. აი ძალიან საინტერესო კითხვა დასვა ჩაწერასთან დაკავშირებით. საინტერესო იქნებოდა რაღაცა კოლაჟი გვენახა მასწავლებლების მიდგომა როგორი არის ამ გაკვეთილის დროს. გვაქვს და გაგიზიარებთ. ხო, აი თუ შეიძლება ეს ამის ნახო. შეხვედრის მერე ამ სტატისტიკურ ინფორმაციას და ყველაფერს ყველა ამ ხო, არა, ინფორმაციას ძალიან კაია ეს მნიშვნელოვანი. ციგნების ფიზიკურადაც გამოვიდა. კეთილი. დიდი მადლობა კითხვები. აი, თუნდაც კი ბატონო, კომიტეტშიც რო გამოაგზავნოთ, ჩვენ გვექნება საშუალება რომ გავიზიაროთ. კიდევ ერთხელ მადლობა. მინდა მადლობა გითხრათ მობრძანებისთვის, ამ ინფორმაციისთვის. ერთადერთი თხოვნა იქნება, რომ ჩვენი საკვირაო სკოლებში, ვინც ადგილზე ჩვენს დიასპორის წარმომადგენლებს უტარებენ გაკვეთილებს, რომ გადამზადებისთვის რომ მათ мотиваცია ქონდეთ, რაღაცა შევიმუშაოთ რა, იმიტომ რომ ერთია პატრიოტიზმი, კი ბატონო, მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია რომ დამახინჯებულად არასწავლოს, იქ არის მთელი ნიუანსები, ქართული არ არის მარტივი. და აი ყველა ის გრამატიკული ნიუანსებიც იყოს დაცული და ამისთვის ჩვენ ბუნებრივია უნდა შევქმნათ ისეთი მოცემულობა, რომ იქ ვინც არის ეს ენთუზიაზმი პედაგოგი, რომ თვითონ სურვილი გამოხატოს, რომ გადამზადდეს, რომ კვალიფიციურად შემდეგ მიუდგეს ამ თემას. ბატონო მუხრან, ჩვენ რაც შეგვიძლია კომიტეტიდან, პარლამენტიდან გვერდში დაგიდგებით, განათლების სამინისტროსთან ერთად, რომ ჩვენს დიასპორას ღირსეული სერვისი მივაწოდოთ და განათლების სისტემა ამ მიმართულებით. თქვენის ნებართვით ამ თემით ამით დავამთავრებ პირველ თემას და მეორე საკითხზე გადავალ უკვე. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის. უპატიჟებისთვის და ყოველთვის ზად ვართ, რა თქმა უნდა. გაიხარეთ. დამატებით ინფორმაციას. დიდი მადლობა. ბატონო, კარგად ბრძანდებოდეთ. რაც შეეხება მეორე საკითხს, კოლეგებო, ჩვენ ვაგრძელებთ. თქვენ იცით, რომ საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის თანახმად, რომელიც ძალაში შევიდა 1 ივლისიდან, იცვლება კომიტეტის დასახელება და ჩვენი კომიტეტი იქნება დიასპორის კომიტეტი, ანუ სახელი გადაერქმევა დარჩენ მხოლოდ დიასპორის კომიტეტი. შესაბამისად, ცვლილებები უნდა შევიდეს და ის აისახოს მათ შორის დებულებაში. თქვენ იცით, რომ ახალი რეგლამენტი დაგზავნილი გონდა თითოეულ თქვენთაგანს და ეს ნიუანსი იცვლება. თუ იმეს კითხვები გაქვთ, ბრძანეთ, გიპასუხებ, თუ არა და მაშინ დავაყენოთ კენჭისყრაზე და ვუყაროთ, ხო, სახელის თემა. ვინ არის მომხრე? კი ბატონო, ერთსულოვნად.
კეთილი, მოკლედ ჩვენი კომიტეტის დასახელება იქნება დიასპორის კომიტეტი, რაც რეალურად რაზეც მუშაობდით და ამიტომ მოხდა სათაურისა და შინაარსის, ასე ვთქვათ, შერწყმა და გათავისება. კეთილი, თუ რამე კითხვები არ გაქვთ, განცხადება, მაშინ დავამთავროთ, ბატონო ლევან, თქვენ რა სიტყვით. დღევანდელი სხდომა დამთავრებულია. დიდი მადლობა.